Shalom, მეგობრებო, მოგესალმებით ყველას. ვაგრძელებთ ჩვენ საინტერესო ბიბლიური თემების განხილვას და როგორც დაანონსებული იყო, დღეს ჩვენ ვისაუბრებთ თორის საკვირაოდ თავს, რომელსაც ქვია კორახ. ეს არის ისტორია ჩაწერილი რიცხვთა წიგნში, ეს არის მე-6 გაკვეთილი ბამიდბარის წიგნიდან. ჩვენ ვისაუბრებთ, რომ ბამიდბარი ეს არის უდაბნო ბიბლიის სეპტუაგინტის თარგმანში ამ თორის წიგნს ქვია რიცხვთა წიგნი, ხოლო მისი ორიგინალური სახელწოდება ეს არის ბამიდბარი, რომელსაც ქვია უდაბნო. გარდა ამისა, ამ წიგნს აქვს ესეთი წარგზავნები, წარგზავნებს როდესაც უძახიან, რომ აი დაახლოებით ესეთი ისტორია ან მინიშნება ამ ისტორიაზე. ამას ირთულად ქვია ჰაფთარა, რომელიც არის წარგზავნა, ანუ ებრაელები კითხულობენ თორის საკვირაო თავს და შემდეგ ამ წარგზავნას კითხულობენ სხვადასხვა თანახის სხვადასხვა წიგნებიდან. თანახის არის ძველი აღთქმის წიგნებს გულისხმობ მე. მაგრამ ჩვენ ახლა ამას არ გავაკეთებთ, ჩვენ პირდაპირ წარგზავნას გავაკეთებთ ახალი აღთქმის წიგნებში, სადაც არის კორახის ისტორიის ან მინიშნება, ან შეიძლება რაღაცა სიუჟეტი იყოს ახსნილი, რომელიც მიგვანიშნებს ამას. და ახალი აღთქმიდან ჩვენ მოვიყვანთ ორ ადგილს, კერძოდ ეს არის იუდას წერილში ნახსენები კორახის ამბავი და აგრეთვე გამოცხადების წიგნში არის აღწერილი ეს ამბავი, ჩემო კარგებო. მაგრამ უშუალოდ სანამ დავიწყებთ ამ ისტორიებზე ლაპარაკს, მე მინდა ჩემ გამომწერებს ძალიან გთხოვთ, მოიწონოთ ეს ვიდეო აუცილებლად, დააკომენტარეთ და აუცილებლად გააზრეთ. ასევე თუ ვინმეს გინდათ ფინანსურად ხარში დაგვიდგეთ, ჩვენი ვიდეოს ქვემოთ ყოველთვის არის საბანკო რეკვიზიტები და შეგიძლიათ იქ დარიცხოთ და მოგიწოდებთ აქტიურად ამ სფეროში, რადგანაც ჩვენ ვაკვირდებით ასევე თქვენს აქტიურობას ამ სფეროში და ძალიან დასანანია, რომ უახლოესი 2 თვის მანძილზე არაფერი აქტიურობა არ იყო, ძალიან მცირე აქტიურობა იყო და ძალიან 2 თუ 3 ადამიანმა გააკეთა ფინანსური მხარდაჭერა ჩვენს გვერდან. ამიტომ თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება ამ თვის ბოლომდე, ჩვენ უბრალოდ გავთიშავთ არხს და აღარ იქნება ვიდეოები ამ ბიბლიურ თემასთან დაკავშირებით. ეს უბრალოდ თქვენ საქმის კურსში გაყენებთ, აქედან ჩვენ არაფერს არ გთხოვთ, არაფერს არ გავაგებლობთ, უბრალოდ ჩვენ მივხვდებით, რომ თქვენ არ გაინტერესებს ეს თემები, არ გაინტერესებთ ეს არხი და აქ არაფერი საწყინი არ არის, ჩვენ უბრალოდ დავხურავთ ჩვენ არხს, მეტი არაფერი. მაშასე, გავაგრძელოთ ჩვენი თემა, კორახზე საუბარი. ვინ იყო კორახი? ეს არის რიცხვთა წიგნში აღწერილი ისტორია, ჩემო კარგებო. ძალიან საინტერესო ისტორია არის. რიცხვის მე-16 თავში ეს აღწერილი, ეს მთლიანი ისტორია იწყება. აი, მოდი როგორ იწყება ვნახოთ. პირველი თავიდან ადგნენ კორახი ძე იცხაჰარისა, კეჰათის ძისა, ლევის ძისა, დათანი და აბირამი, ძენი ელიაბისა და ონი ძე ფელიათისა, რეუბენიანები და მათთან ერთად 250 ისრაელი, თემისა, საკრებულოს მთავარნი, სახელოვანი კაცები და წინ აღუდგენ მოსეს. ეს არის ეს ისტორია, ჩვენ დაუბრუნდებით და ახლა წარგზავნა მინდა გავაკეთოთ იუდას წერილებში. ეს არის იუდას წერილებში, გვაფრთხილებს ჩვენ ამას და გავშლით ამ თემას ნელ-ნელა. და ეს არის იუდას წერილის პირველი 11 მუხლი. ეს არის წყევლა, რომელიც იუდა ამბობს. ვაი მათ, რადგან კაინეს გზით მიდიან, საზღაურისათვის აყვენ ბილყამის ცდომილებას და სიჯიუტით იღუპებიან როგორც კორახი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ რა სიჯიუტით იღუპება კორახი. და ახლა ჩვენ ვისაუბრებთ ამას ყველაფერზე. თორის საკვირაო თავს, რომელსაც ჩვენ ვკითხულობთ, ეს რიცხვთა წიგნის მე-16 თავშია აღწერილი ეს ყველაფერი. უდგა კორახი მოსეს და კორახს მოუნდა მოსესავით ღმერთთან საუბარი, მოუნდა მასაც ღმრთობა. კარგად მინდა იცოდეთ, რომ კორახის ძეებს აევალათ. კორახის ძეებს ევალათ აღთქმის კიდობაში
წმინდა შორისაც ის იშლებოდა კარავი, საკრებულო კარავის, მათი ალაგება, შეკვრა და გადატანა. და მას ჰქონდა უფლება წმინდაში შესვლა ამ დროს, როდესაც კარავს შლიდნენ. ეს ძალიან საპასუხისმგებლო მსახურება ჰქონდა კორახს. მაგრამ კორახმა მოინდომა მეტი. დღევანდელი თორის საკვირაო თავი გვასწავლის ჩვენ პატივი ვცეთ ჩვენს წინამძღოლებს, ჩვენს ხუსეცესებს, ჩვენს მმართველებს, ვინც არის ჩვენზე და დავუჯდეთ იმ როლზე და იმ ფუნქციაზე, რომელიც ჩვენ გვაქვს. მაგრამ კორახს მოუნდა მეტი. ესეთი გამოთქმა არის კიდევ ძველ რომში არსებობდა, ძველი რომიდან მოდის ეს გამოთქმა, რომ მონა ნატრობს სხვის მონებსო, ბატონობდეს სხვის მონებზეო. და ეს ადამიანის ბუნებაში ზის და კორახსაც უბრალოდ ეს დაემართა. კორახი სიჯიუტე გამოწვეული იყო, რომ მას უნდა მეტი. და მას უნდა მეტი იმის გამო, რომ ის იყო ლევიანელი. ის ლევიანელები იყვნენ ყველა საღვთო სამსახურში და ისიც ღვთელი იყო, მაგრამ ის არ იყო ღვთელი უშუალოდ, რომელიც ტაძრის მსახურებას ასრულებდა. მას უნდა ზუსტად ტაძრის მსახურებაში შესულიყო. მაგრამ ღმერთს მკაცრად ჰქონდა დავალებული, რომ მხოლოდ აარონის ხაზიდან წამოსული შთამომავლებს შეეძლოთ უშუალოდ საღვთო მსახურება. საღვთო მსახურება ეს იყო, რომელიც ადამიანი, რომელიც ტაძარში მსახურობდა, მსხვერპლი მოქონდა დილას და საღამოს საკმევი და წმინდაიში და წელიწადში ერთხელ შედიოდა ღვთისმთავარი წმინდაიში. ეს იყო საღვთო მსახურება. ხოლო დანარჩენ კორახის ძეებს და მათ უნდა გაეკეთებინათ ტაძარი მოეწმინდებიათ, სისხლისგან გაეწმინდათ სამსხვერპლოები, გაეწმინდათ ტაძრის აღება, დაშლა, კარავის აღება, დაშლა, მაშინ ჯერ ტაძარი არ იყო და ამიტომ კარავში მსახურობდნენ, მაგრამ როდესაც ტაძარი აშენდათ, უკვე მათ ევალებოდათ საღვთო წიგნის რჯულის სწავლება სხვა დანარჩენ ტომებისათვის. ძალიან საპასუხისმგებლო სამსახური ჰქონდათ კორახს, მაგრამ მათ უნდათ მეტი, ადამიანს ყოველთვის უნდა მეტი. და ამიტომაც ის აღუდგა მოსეს. ამას წინ უსრებდა ესეთი თორის საკვირაო თავი, რომელსაც ქვია შალახ, ანუ წარგზავნა. წინ უძღოდა ის პერიოდი, რომ ისრაელიანებმა ვერ დაიმკვიდრეს თან ქანაანის ქვეყანა, ის მათ შეშინდნენ, ისინი გაუჯდნენ უფალს და უფალმა ისინი დატოვა 40 წელი უდაბნოში. და ამ პერიპეტიებში არის უკვე ეს კორახიც, მოსეს, ისრაელის ხალხიც და რტვინავს ეს კორახი, რადგანაც მას გონია, რომ მოსე ბატონობს მასზე და მოსე ბატონობს მთელ ისრაელზე. და წინ აღუდგა, რომ მასაც მოუნდა ერთი სიტყვით, რომ ვთქვათ, მოსეზე გაბატონება. და მივიდა 250 კაცი აიყოლია, ზუსტად. აი, ნახოთ ახლა რამდენი აიყოლიეს. ზუსტად 250 და ზუსტად კორახმა შემოიძინა თავისი მომხრეები და ეს იყო 250 ადამიანი, 250 ისრაელელი. მაგრამ ეს არ იყო უბრალო ისრაელიანელი, ეს არ იყო რიგითი ისე, ესენი იყო ყველა მთავარი. მთავარი რას ნიშნავდა? თქონდა გესმოთ ისრაელის მოწყობილობა როგორ იყო მაშინ. მოსე განაგებდა თელ ისრაელს, მაგრამ მას ერთმა არ შეეძლო, ამიტომ მან ყველა ტომს დაუყენა მთავარი. ტომებს ერთ თავი ამ ტომებს მოძებდა სახლები. ამ სახლების მთავარს კიდევ ყავდა თავიანთი მთავრები და აი ამ სახლებიდან წამოსული მთავარი აგრიპა 250 მთავარი ამ სახლებიდან წამოსული და რომლებიც დაუპირისპირდნენ მოსეს. კორახმა მონახა თავისი როიტყვიან მომხრეები და დაუპირისპირდა მოსეს და რადგანაც მათაც უნდათ ბატონობა. ბატონობა ერთი ჭყალებში რო ვთქვა, მოსე არავის არ ბატონობდა, მოსე იყო და არონი იყო უშუალოდ ღმერთისგან დაყენებული
ხალხი და ისინი წავიდნენ ღმერთის წინააღმდეგ. რაზეც მოსე ეტყვის, რომ აქ ერთი სიტყვაა, რომ მოსე პირქვე დაემხო, აქ ივრითული სიტყვა პენიმ გამოყენებდა, პენიმ ნიშნავს მოსემ დაინდაბლა თავისი ხასიათი. ეს სწორი საკვირაო თავი გვასწავლის ჩვენ ორ რამეს. პირველი, როგორ უნდა მოვიქცეთ, როდესაც ჩვენს წინააღმდეგ ადამიანი გამოდის და მეორე, არასდროს არ უნდა გავიდეთ ჩვენი წინამძღოლების წინააღმდეგ არაკანონიერი გზით. ესაა ძალიან მნიშვნელოვანი. კორახის მომენტი იყო არაკანონიერი და ამიტომაც არაკანონიერი გზით როდესაც წავიდა კორახი, ამიტომაც ის იყო დასჯილი. და ამას ჩვენ შემდეგ განვიხილავთ. პენიმ, რასაც ჩვენ ვხედავთ, რომელსაც მოსე აკეთებს, ეს არის მოსემ დაიმდაბლა თავი, მან არ დაუწყო შეწინააღმდეგება კორახს, მან არ დაუწყო თავისი მომხრეების გამოყვანა კორახის წინააღმდეგ, არ დააპირისპირა ისინი, არ დაიწყო თავის დაცვა, არ იქა მე ასე ვარ ის შე როგორ მიბედავ, არამედ მოსემ პენიმ, რასაც ქვია, დაინდაბლა თავი და ღმერთს გადასცა სასამართლო. ეს არის მოქცევა, რომელსაც ჩვენ უნდა ვისწავლოთ დღევანდელი თორის საკვირაო გაკვეთილიდან. რას ჩვენ პირველი გაკვეთილი რასაც არის, რომ როგორ მოვიქცეთ, როდესაც ჩვენ ბრალს გვდებენ. ჩვენ არ უნდა დავიწყოთ ჩვენი თავების გამართლება, არა მე ასეთი ვარ, მე ისეთი ვარ, შენ არა. ყველაფერი გადაეცით ღმერთის ხელს. და უფალმა განსაჯოს. და დღევანდელ დღეს ეს ხდება, რომ უხუცესთა საბჭო, რომელიც არის საკრებულოში, იმათთან მიდიხარ და ეუბნები, რომ ეს ადამიანი ეს ასე ნდებს ბრალს და მოდი გაარჩიეთ, რა ხდება. თუ მე დამნაშავე ვარ, მე ბოდიში მოვიხდი, არ არის პრობლემა. თუ ესაა დამნაშავე, მაშინ თქვენ გაარჩიეთ და თქვენ იმას გინდა. ეს ასე კეთდება. ეს კეთდება, როდესაც ადამიანი არის ღმერთის სულში მავალი. მაგრამ როდესაც ადამიანი არ არის ღმერთის სულში მავალი, ის იწყებს თავის გამართლებას, ის იწყებს თავის მომხრეების მოყვანას და დაპირისპირებას ამ ადამიანთან. ეს არის ის, რასაც ადამიანი აკეთებს, რომელიც უფალთან არ დადის. ხოლო ადამიანი, რომელიც უფალთან დადის, ის იქცევა სხვანაირად. ის გადასცემს თავის გამართლებას უფალს. და უფალმა იცის. რადგან მოსე მიცოდა, რომ ის ღმერთისგან დაყენებული იყო. მას არ ჭირდებოდა არავის რამის დამტკიცება. მან უთხრა და უფალმა განსაჯოს და ეუბნება კორახს და მის ძეებს, რომ აიღეთ თქვენი საქმეულები ეს შემოკარგებო არის ის საქმეულები, რომლებიც ტაძარში მოქონდათ. საქმეულის ფუნქცია თქვენ უნდა გესმოდეთ, რაც ნიშნავს. საქმეული როგორ ხდებოდა? სამსხვერპლო, როდესაც მსხვერპლზე იწვებოდა, ამ მსხვერპლის ნაკვერჩხალს იღებდნენ, დებდნენ საქმეულში, რასაც ქვია, და ამ საქმეულზე შემდეგ აყრიდნენ იმ სურნელობას, იმ საქმეულს, რომელიც ჰქონდა და რომელიც ქმნიდა კვამლს. და ეს კვამლი იზარდგურებდა თელს კარავში, ნუ შემდეგ ტაძარში. და ეს კვამლი ასე მოიფალტებოდა ირგვლივ და ეს იყო ეს საქმეული და ამის ფუნქცია ჰქონდა მღვდელს. მაგრამ მოსეუბნება, თუ თქვენ მართლები ხართ და ღმერთთან გინდათ მისვლა, ღმერთი თუ თქვენ საქმეულს მიიღებს, მაშინ თქვენ ღმერთმა მიიგიღოთ. საქმეული ეს იყო ღმერთთან მიიღება, დაახლოების პროცესი. და ღმერთთან დაახლოების პროცესს ყოველთვის ძველ ახალ დროში ჭირდებოდა შუამდგომელი. ამიტომ იყო სამსხვერპლოდან უნდა აღებულიყო, საქმეულში ჩადებულიყო. სამსხვერპლოდან აღებულ ნაკვერჩხალს ჰქონდა ძალა. დანარჩენი ითვლებოდა უცხოთესლად. ამიტომაც ღმერთი დღევანდელ ეს სიმბოლიზებდა იესო ქრისტეს მსხვერპლს. ამიტომაც ღმერთი თაყვანისცემას იღებს იესო ქრისტეს მსხვერპლის მეშვეობით. ის არ იღებს თაყვანისცემას არც მღვდლების, არც შუამდგომლობის, არამედ ერთ-ერთი შუამდგომელი არის იესო ქრისტე. ეს ამაზე მიგვითითებს, ამაზე ჩვენ გავშლით მერე კიდევ, უბრალოდ ახლა ისტორიას რო გიყვებით, თქვენ წარმოდგენა გქონდეთ. აუცილებლად უნდა ყოფილიყო ნაკვერჩხალის სამსხვერპლოდან. სამსხვერპლოს ნაკვერჩხალს შიგნით, როდესაც მეორე საქმეულში, შემდეგ აყრიდნენ საქმეველს და აქედან წამოვიდა ის კვამლი. ის კვამლი თუ ზემოთ ავდიოდა და მოიბანდა, ეს ნიშნავდა, რომ ღმერთმა მიიღო ეს. და ეს სიმბოლიზებდა
წმინდათა ლოცვებს, მართათა ლოცვებს, ადამიანს რომელსაც გასაჭირი ჰქონდა და სამსხვერპლო მოქონდა, ის ლოცვასთან ერთად ეს სიმბოლიზირებდა მას. საკმეველი განაპირობებდა და სიმბოლიზირებდა ადამიანის რწმენას. თუ როგორი რწმენა ჰქონდა ადამიანს. ამიტომაც მოსე ეუბნებოდა უთხრა ფაქტიურად, მოიტანეთ თქვენი საკმევლები, 250 საკმეველი უნდა მოეტანათ, ყველას თავთავიანთი საკმეველი, ყველას თავთავიანთი სახლის საკმეველი უნდა მოეტანათ. სახლის საკმეველი ეს ნიშნავს იმას, რომ მათ ლოცვებს, მათ ოჯახის ლოცვებს, რომელიც მთავარი ლოცულობდა მათზე, წარმოადგენდა მათი სახლებების რწმენას. მოიტანეთ თქვენი რწმენა და დაეღმერთმა განსაჯოს, ვისი რწმენა მართალია. ამას აკეთებდა მოსე ზუსტად, ჩემო კარგები, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მე ვიცი, როდესაც ადამიანი ლანძღავს ხუცეს, მწყემს, ისინი ამბობს, მე უფრო მეტი მორწმუნე ვარ, მე უფრო ისა მაქვს და სწორედ ეს მომენტი არის, ჩემო კარგები, რომ თქვენ გესმოდეთ. მოაქვთ ეს ყველაფერი მოსესთან და ღმერთი მეორე დღეს აკეთებს იმასაც აკეთებს, კორახის ხალხი განადგურდება, ყველა განადგურდა, მიწამ შთანთქა, ყველა ღმერთმა უთხრა, რომ გაეცალეთო ყველას იმასო და ამიტომაც განადგურდა ყველა ეს ხალხი. და მე ძალიან საინტერესო მომენტი არის ჩემო კარგებო, რაც წერია. უთხარი ელიაზარს, აჰარონის ძეს. ნახანძრალიდან საცეცხლურები აკრიფოს და მუგუზალი გარეთ მოაბნიოს, რადგან განიწმინდნენ საცეცხლურები. თქვენ იცით, რომ კორახის სახლი ჩავარდა მთლიანად, მაგრამ ვინც დაინახა და გაიქცა, მათ ცეცხლი დაედევნა. ამას ყველაფერს ვერ გააცნო და ის 250 ადამიანი ცეცხლა დაეცა და მათი საკმეველებიანად ისინი დაიწნენ. და დარჩა ეს საკმეველი და მათი რაც შიგნით იყო მიწაზე დაამტხვია, მოამტხვია. მსგავს ისტორიას ჩვენ ვხედავთ გამოცხადების წიგნის მეშვიდე ბეჭედის ახსნაზე, ჩემო კარგებო, მერვე თავში. მეშვიდე ბეჭედი რომ ახსნა, დუმილი ჩამოვარდა ზეცაში, დაახლოებით 9 საათს. ვიხილე 7 ანგელოზი ღვთის წინ რომ მიდგნენ და მიეცათ მათ 7 საყვი და მოვიდა სხვა ანგელოზი და ოქროს სამსხვერპლოსთან დადგა. ოქროს საცეცხლური ეჭირა და მიეცა ბევრი საკმეველი, რათა ყველა წმინდანს ლოცვები ერთად მიეტანა ოქროს სამსხვერპლო ტახტზე. და ანგელოზის ხელით ავიდა საკმეველის კვამლი წმინდა ლოცვები ერთად ღვთის წინაშე. აიღო ანგელოზმა საცეცხლური და აავსო იგი სამსხვერპლოს ცეცხლი და ჩამოაგდო დედამიწაზე. და შეიქმნა ქუხილი და გვრინვა ელვა მიწისძვრა. ის რაც ელიაზარმა გააკეთა, იგივეს აკეთებს აქ გამოცხადების წიგნში. ჩემო კარგებო, ბევრჯერ მითქვია, მე რომ თქვენ გესმოდეთ. თქვენ რომ გაიგოთ გამოცხადების წიგნი, თქვენ უნდა იცოდეთ ძველი აღთქმა, ძალიან კარგად. თუ ძველი აღთქმა თქვენი არ იცით, თქვენ ვერ გაიგებთ რას ხედავდა იოანე. იოანემ ნახა ტიპიური სცენა, რომელიც მან აშკარად იცოდა და ეს ტიპიური სცენა არის კორახის ძეების ისტორიიდან. ამიტომ თორი საკვირაო თავი დღევანდელ დღეს დაკავშირებული გამოცხადების წიგნთან, ჩემო კარგებო, რომელიც მეშვიდე საკვირია და ბოლო ეტაპი არის დედამიწაზე. ბოლო ეტაპი, ეს არის ნიშნავს მეშვიდე საკვირი არის სანამ უფალი მოვა, მეშვიდე ბეჭედის ახსნა. და პავლე მოციქული ზუსტად ამასო, ბოლო დროს ადამიანები იქნებიან ამაყნი, ჯიუტნი, მშობლებისადმი ურჩები, ყოველგვარი მათ რაც არის ხელმძღვანელების წინააღმდეგ წასვლა და სწორედ ეს ცოდვა არის მომატებული ყველად. დღევანდელი სამყაროს გამოწვევა არის ის, რომ ადამიანი ყველა ხელისუფლებას ებრძვის. მათ არ უნდა რომ ყავდეთ მათზე ხელმძღვანელი. ცოლი ებრძვის ქმარს, ეუბნება რომ მე არავინ არ მყავს უფროსიო, მე ასევე საკრებულოში ებრძვიან ხუცესებს, აღარ გვინდა ჩვენ ეკლესია, აღარ გვინდა ჩვენ ხუცესები, ღმერთმა გააუქმა ეს, ხალხი ებრძვის მთავრობებს, არ გვინდა ჩვენ მთავრობები, ასე და ასე შემდეგ. ანუ ეს ცოდვა არის ზუსტად ის და ეს იხილა იოანემ ზუსტად რომ ეს ღმერთმა გამოგზავნა. რათა ადამიანის გულები გამოიცადოს. კორახმა ვერ გაუძლო ამ გამოცდას და
სიჯუტეში ჩავარდა და აღემ თქვა მოსეს წინააღმდეგ წავიდა. მოსემ გააფრთხილა და ეუბნება ნუ თუ დაგავიწყდაო რა მოგცა ღმერთმა როგორ მსახურებაში ჩაგაყენაო რომ ყველაფერი რაც გაქვს ეს შენი ნიჭით არ არის. ყველაფერი რაც გაქვს ეს ღმერთის წყალობით გაქვს და ამ ადამიანებს რომლებიც ხუცესების წინააღმდეგ მიდიან თავისი ხელმძღვანელების წინააღმდეგ მიდიან, ცოლები თავისი ქმრების წინააღმდეგ რომ მიდიან, ავიწყდებათ რომ ყველაფერი ეს არის ღმერთისგან მიცემული. ის რომ დღეს ცოლის სტატუსი გაქვს და შენ ყავს ქმარი, რომელიც შენზე ზრუნავს და შენ არ აღიარებ მის ავტორიტეტს და მე რაც მაქვს ყველაფერი ჩემით მაქვს, გავიწყდება რომ ის სიყვარული რომელიც შენ მაქმარმა შეგიყვარა, ეს ღმერთისგან ბოძებული ნიჭია. ეს არ არის შენი დამსახურება. სიყვარულს არ აღჭირდება დამსახურება. სიყვარული არ ეძებს თავისას. სიყვარული პატიებელია, მომთმენია. ადამიანებმა დაკარგეს მოთმენა, ურთიერთპატივისცემა ერთმანეთსა და ჩავარდნენ კორახის სოდვაში. და ეს მეშვიდე ბეჭედის ზოგ ეს არის გამოცდა სასამართლო, რომელიც ღმერთი ცდის თავის ერთგულებს. ამიტომაც მოსეუბნება გამოეყავით კორახის კარავსო, გამოეყავითო, ვინც უფლისაა და მისდევს უფლის ხმას, მან იცის, რომ თავის საკრებულოში სადაც არ უნდა დადიოდეს, მას ყავს ხელმძღვანელი უფლისგან დანიშნული და ის არ უბუნტდება მას. მე არ ვამბობ თუ მსახური არის კონკრეტულ სასიკვდილო ცოდვაში, რუშობაში ან ქურდობაში, ან კიდევ რაღაც ღმერთმა დაიფაროს ესეთ ცოდვებში. მაშინ ეგ უკვე სხვა საქმეა, მაგრამ მე ვამბობ ის, როდესაც ადამიანი ეწინააღმდეგება წყემსის ხედვას, ეწინააღმდეგება წყემსის სწავლებას და ამბობს, არა ეს ასე არ არის, ეს ისეა, მე უფრო მეტი ვიცი, მე უფრო მეტი შრომა. ეს არის ის ხალხი ყველა, ვინც კორახის გზას იცევს და ეს არის გამოცხადების წიგნის ის ეტაპი, რომელიც ღმერთმა დაუშვა. დაყარე ნაკურჩხალიო, მათი ლოცვები დაყარე. ეს ის მათი ლოცვები და მათი რწმენა გამოიცდება ამ დროს. ამას ნიშნავს საცეცხლური მეკითხეთ, რომ ეს არის რწმენა. საკმეულია, იგივე საცეცხლურია ბრძოლა ხმაში, რომ იცოდეთ, ეს არის მათი რწმენა. როგორ გამოიცდება მათი რწმენა? მათი საქმეები როგორია? ეს არის შემოკარგებულ ზუსტად, ეს არის გამოცხადების მეშვიდე ბეჭედის ახსნა და ეს უკვე მოხდა ეს ახსნა. რადგანაც უკვე დაიყარა და გამოცდა მიდის ამ ხალხის. ამას ჩვენ გამოცხადების წიგნის ჩვენ მერე ვილაპარაკებთ, კიდევ თუ ღმერთი ინებებს ბეჭდების და გამოცხადების წიგნზე საერთოდ ვილაპარაკო ეს თემები, მაგრამ თუ თქვენი სურვილი იქნება დაწერეთ კომენტარებში და ჩვენ ვეცდებით სექტემბრიდან თუ გვექნება ხელშეწყობა ფინანსურად, ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ გამოცხადების წიგნის შესწავლა. მაშათა დღევანდელი თემა ჩვენ რო შევაჯამოთ, კორახის იჯუტე მდგომარეობდა იმაში, რომ მას უნდა მეტი, ის იყო უკმაყოფილო. მას დაავიწყდა ბიბლიის პირველი და მორწმუნეს პირველი პრინციპი, რომ მადლიერი ყოფნა. მას დაავიწყდა მადლიერებაში ყოფნა. მას დაავიწყდა ის, რომ ყველაფერი რაც მას აქვს, ღმერთისგან აქვს. ასევე ეს გაკვეთილი გვასწავლის ლიდერს, როგორ უნდა მოიქცეს ლიდერმა, როცა ამ შემთხვევაში ჩავარდება, როცა მას რაღაცა ბრალსდებენ და უსაო პრეტენზიას უყენებენ მისი ხედვის გამო. ხუცეს მაგალითად როდესაც ეუნებიან, რომ მე არ მომწონს შენი ხედვა, მე არ მომწონს შენი ეკლესიას და საკრებულოს როგორ მიყავს, მე უფრო სხვა ხედვა მაქვს და სხვა. ეს არის ყველა ის ადამიანი, ვინც ირჩევს კორახის გზას და კორახის იჯუტეს. ეს არის ის ადამიანები, ვისაც ავიწყდება მადლიერებაში ყოფნა. ძალიან მნიშვნელოვანია ჩემოკარგებო, ჩვენ ყველამ ვიცოდეთ ჩვენი ადგილი უფლის სახლში. უფლის საკრებულოში. ვინ რას ვაკეთებ? ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. როცა ჩვენ ვიცით ჩვენი ადგილი, ჩვენც ვართ მადლიერი. კორახმა არ იცოდა თავის მადლიერი, თავისი გზა და ვილაპარაკეთ, რომ მეშვიდე ბეჭედი არის ამაში გამოცდა. ეს არის ღმერთის დაშვებული გამოცდა, ადამიანებს გამოცდა, რათა ადამიანების გულები ბოლო დროს გამოიცადოს. ვინ არის ნამდვილი მორწმუნე? ადამიანი, რომელიც ემორჩილება ღმერთისგან დაწესებულ წესრიგს, თუ ადამიანი, რომელიც მიდის ამ ღმერთისგან დაწყენებული წესრიგის წინააღმდეგ. ამაში იქნება გამორჩევა და პავლე მოციქულიც ამას ამბობს, ბოლოს იმატებს უჯრედობა
იმატებს უსიყვარულობა, როდესაც არის ურჯულობა და როდესაც არის უსიყვარულობა, იქ არის წინააღმდეგობა. ნებისმიერი ხელისუფლების წინააღმდეგობა. ეს იქნება ოჯახში, ეს იქნება ოჯახის ინსტიტუტი, ეს იქნება სახელმწიფო ინსტიტუტი, ეს იქნება რელიგიური ინსტიტუტი. ადამიანი მიდის ამის წინააღმდეგ. კარგად დააკვირდით, მე ვამბობ, როცა ნორმალური ოჯახია, როცა ნორმალური სახელმწიფოა და როცა ნორმალური საკრებულოა, ამას ვამბობ. არის გამონაკლისები, ამაზე ჩვენ არ ვილაპარაკებთ, რადგანაც მე არ მინდა რომ ვიღაც პოლიტიკური განცხადება ან რაღაცა. არა, შემოგარგებო. ამისგან მე შორს ვარ ყოველგვარი პოლიტიკისგან და ჩვენი არხი ყოველგვარი პოლიტიკისგან შორს არის. ჩვენ არ ვეხებით პოლიტიკას. ჩვენი საქმე და სამეფო არის ზეცაში და ამას ვცდილობ რომ ეს გაგება და ეს აზროვნება დავამკვიდრო. და ასევე ვილაპარაკეთ რომ გამოცხადების წიგნი არის დაკავშირებული ზუსტად კორახის წიგნის ამ ეტაპზე, რომელიც მეშვიდე ბეჭედზე არის ლაპარაკი. მაშასე შემოკარგებო, ეს მინდა მე დღეს თქვენთვის მეთქვა. თუ თქვენ გაქვთ სურვილი, რომ ჩვენ გამოცხადების წიგნი დავიწყოთ გამოცხადების წიგნის თავიდან შესწავლა, ანუ პირველი თავიდან და თავიდან ბოლომდე. დაწერეთ კომენტარებში რომ გვინდა, გვაქვს სურვილი. რადგანაც ჩვენ ვიწყებთ სექტემბრიდან თუ ღმერთის შეწევნა იქნება და ღმერთის ნება იქნება და გვექნება ფინანსური მხარდაჭერა, რომ ჩვენ ეს გავაკეთოთ, ჩვენ ვიწყებთ ბიბლიას მთლიანად თავიდან, აი დაბადების წიგნიდან ვიწყებთ თავიდან ბოლომდე შესწავლას. და ამ ვიდეოები იქნება ყველაფერი. შეიძლება კიდევ დავამატოთ ესეთი რამე ონლაინ რეჟიმი იქნება YouTube-ში პირდაპირ ჩართვები გვექნება. და იქ უფრო დეტალურად შეიძლება გავაკეთოთ. არ ვიცით რომელ ფორმატს ავირჩევთ, ეს უკვე ფინანსებზეა დამოკიდებული, რადგანაც იქ სადაც ჩვენ გვაქვს სტუდია, იქ არა გვაქვს ინტერნეტი, ინტერნეტის გამოყვანა ძვირია იქა, ამიტომ არ ვიცით როგორ გავაკეთებთ ამას ყველაფერს. ნუ ღმერთის ნება იყოს და თუ იქნება ფინანსური ხელშეწყობა და გვერდში დგომა, მაშინ ჩვენ გავაკეთებთ გამოცხადების წიგნსაც ორი იმდრო კვირაში ორ შეხვედრას გავაკეთებთ. ერთი იქნება დაბადების წიგნი და შემდეგ იქნება გამოცხადების წიგნზე საუბარი. ნუ ეს თქვენი ნება თუ იქნება. ამიტომ დაწერეთ კომენტარებში, გვინდა და თუ გინდათ, ასევე ფინანსურადაც გვერდში დაგვიდეკით, რომ ეს ჩვენ შევძლოთ. ეს ფინანსებთანაა დაკავშირებული, შემოგარგებო. ასე რომ ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული. მაშასე ილოცეთ ჩვენზე, გაგრძელება იქნება. გაკუთხოთ უფალმა.